საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე დღეს ვანის საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა და მათ პრობლემებს გაიცნო. ვანის კლინიკა 2010 წლის სექტემბერში სახელმწიფო აუქციონის წესით ებრაულმა კომპანია ადიდმა შეიძინა იმ პირობით, რომ 2013 წლის მარტის ბოლომდე ახალ საავადმყოფოს ააშენებდა ან ძველის რეკონსტრუქციას მოახდენდა. სამსართულიან სამედიცინო დაწესებულებაში კი ექიმების განცხადებით ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურებულია. დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის, ჩამსხვრეულია ფანჯრები, მოუწესრიგებელია სველი წერტილები. საავადმყოფოში პაციენტის მიღების არანაირი პირობა არ არსებობს. მედპერსონალს 4 თვის კუთვნილი ხელფასიც არ აუღიათ. დავით ლორთქიფანიძემ ექიმებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ადიდის დამფუძნებლების 17 მაისის შეხვედრის დეტალები გააცნო. ჯანდაცვის კომიტეტმა კონტრაქტორს 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვა და საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მოსთხოვა. სახელმწიფოს არ აქვს მათ მიმართ გატარებული ვალდებულების დარღვევისათვის არანაირი საჯარიმო სანქციები და მივეცით მათ გარკვეული ვადა, რომ ამ ვადაში პირველ რიგში მათ ამ თვის ბოლომდე დაფარონ 4 თვის სახელმწიფო დავალენება, რაც ჰქონდათ იმ პერიოდისათვის და უნდა წარმოადგინონ მყარი გარანტიები იმისათვის, რომ წლის ბოლომდე როგორ მოახერხებენ ისის საავადმყოფოს აშენებას. არ აქვს არავითარი ინვენტარი, არანაირი სამუშაო პირობები, განადგურებულია ყველაფერი და მაინც ღამეებს ვათებთ ფაქტიურად უფასოდ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ შემოსული ავადმყოფიდან გვერიცხება ხელფასი. მთელი კოლექტივი იმაზე დგას, რომ ჩვენ ხელშეკრულებებს ხელის მოწერას არ ვაპირებთ. თუ კი არ დაიწყებენ მაინც რაღაც ისეთ სარემონტო სამუშაოებს მაინც. ამ წუთებში მთავარი პროკურორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მონაწილეებს არჩილ კბილაშვილთან ბევრი შეკითხვა აქვთ. მათ შორის ეს გახმაურებული საქმეების გამოძიებას ეხება. ვუტა რობაქიძის საქმე და ფარული ჩანაწერები ის საკითხებია, რასაც მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ. პირადად ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება ის რეფორმები, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და ამ რეფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად მართლმსაჯულებისათვის და სამართალწარმოებისა და სისხლისამართლის მართლმსაჯულების ახალი პრინციპების დანერგვისათვის. ასევე ჩვენი ინტერესის სფეროში შედის ის აქტუალური მიმდინარე სისხლისამართლის საქმეები, გახმაურებული სისხლისამართლის საქმეები, რომელიც ზოგადად საზოგადოებისათვის არის ცნობილი და ასევე პირადად ჩვენი ორგანიზაციის წარმოებაში იყო რობაქიძის ერთ-ერთი მეგობრის გიორგი ქურდაძის სისხლისამართლის საქმე. გუშინ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს მთავარ პროკურატურას და გვაინტერესებს პოზიცია პროკურატურის ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შეხვედრები ატარებს რეგულარულ ხასიათს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, უნებრივია იმ სფეროში, რა სფეროში ჩვენ მუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება აქედან გამომდინარე ციხესთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ დაკავშირებული გამოძიებებთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ანუ რა სტადიაზეა ეს გამოძიება და რა შედეგები გვაქვს ჯერჯერობით. გარკვეული ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით სასწრაფოდ განახლებულ ინფორმაციას. და მეორე, პატიმარ კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რა სტადიაშია გამოძიება, ეს მაინტერესებს. 20 ხმა ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობაზე რჩება. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მისი განცხადება ქალაქის საკრებულომ არ დააკმაყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ახლა მერის კონკურსის გამართვის დრო არ არის და უკეთესი იქნება თუ ქალაქში დაწყებული პროექტები მშვიდ გარემოში გაგრძელდება. ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მომხრეს ხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი დეპუტატი აღმოჩნდა. ფრაქცია ბათუმისათვის წევრმა ნაზიბროლა ქობულაძე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ირაკლი ჩავლეიშვილის ფრაქციის თავმჯდომარემ რამოდენიმე დღის წინ კაფეოდ განაცხადა, დღესაც ხელი ასწია ჯემალ ანანიძის გადაყენებაზე. ნათლად მიუთითებს ყველაფერი სხვა ამასთან ერთად. ნათლად მიუთითებს იმას, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს ერთი სული ჰქონდა, როდის მოხდა ჯემალ ანანიძეს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ კიდე კარგი რომ ბათუმის საკრებულომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ქალაქს დარჩა მერი, რომელიც არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, ძალიან პატიოსანი და ადამიანი, რომელმაც ზუსტად ისე ასჭირდება ჩვენს ქალაქს. ყველა ძალას ვიხმართ იმისათვის, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ და უფრთხილდროულად ქალაქს და ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, თვითონ ქალაქის მოსახლეობა აირჩევს მერს, ვინ იქნება მათი რჩეული და ეს იქნება უკვე დიდი პასუხისმგებლობა ამ დროს. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდ ვალდებულებას მაკისრებს აკისრებს ქალაქ ბათუმის მერიას, რომ უფრო მეტი უკეთესი ქვეითი ღონისძიებები გავატაროთ, რათა მოსახლეობას მეტი სოციალური ფონი შეექმნათ უკეთესი.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის გუნდის მიერ გაკეთებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს კვლევას სახელწოდებით რეგიონული უთანასწორობა საქართველოში. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდის ხელმძღვანელი საიმონ ჯონსონის განცხადებით, ამ პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობთ და რამდენიმე წლიანი პროგრამა განვახორციელებთ რეგიონების განვითარების გათანაბრების ამ დისპროპორციების აღმოფხვის. სწორედ ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ წინასწარი კვლევები ჩატარდეს, რათა ვნახოთ სად არის ის სამიზნე წერტილები, რომელიც უნდა დაიძლიოს და ის პროგრამები განხორციელდეს, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს რეგიონებს მოგიცემს თანაბარი განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ წარმოადგენთ პროექტ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოს ფარგლებში ჩატარებული კვლევა. ანგარიშის მიზანია რეგიონულ დონეზე არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა შეაფასოს. კვლევაში წარმოდგენილია უთანასწორობის სხვადასხვა მაჩვენებლის შესახებ მიღებული შედეგები. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ახალი ამბებით 2 საათზე დაბრუნდებით, ახლა კი ეთერს ხელს შუა დღეს უთმობთ. მადლობა ნინო, მივესალმოთ მაყურებელს. ნინო ვარდოსაინძე, რა მაგარი გოგო ყოფილა, თან გასათხოვარი, თან ესეთი კარგად ლაპარაკობს, რა თან როგორი ლამაზი. თან როგორი ლამაზი. არა, ნუ მოკლედ დაუთოთ უფრო მეტიც რომ არ შეიძლება? 8 წუთი ეთერში იყო. ხო, მაშინ ჩვენი დროც მოვიდა ძვირფასო ტელემაყურებლებო.
წერიშუა დღე პირდაპირ ეთერშია და მოვალეობის შემსრულებლის. ხო, რატომ რომელიც არის დროებით. შალვა, მოვალეობის შემსრულებლის დანიშნა და არჩევა რატო არ შეუულია აკადემიურ პროცესის დამოუკიდებლობა. აი დაუშვათ გადადგა ვადაზე ადრე, აქ ვადაზე ადრე გადადგომაზეა საუბარი და დანიშნა მოვალეობის შემსრულებელი. კანონი ხო განსაზღვრავს რამდენი ხანი შეიძლება არსებობდეს მოვალეობის შემსრულებელი და რამდენი ხნის მერე უნდა რომ დაუშვათვიანი ვადა როგორ საუბარი მეტი კი არა. ხო, გასაგებია, მაგრამ რა საჭიროა?
მე აი უბრალოდ ვერ ხვდები რა საჭირო. ანუ რამდენ ხანში რა სიბრძნეს ფლობს ისეც პრემიერ-მინისტრი, რასაც არ ფლობენ აკადემიური საბჭო. კაცი გადადგა. ეგრევე უნდა დაინიშნოს არჩევნები, ანუ ორი თვეც ბევრია? ის მოკლედ უნდა დანიშნოს თვითონ აკადემიურმა საბჭომ, არა გარედან. სხვა რამეს გეკითხები, აი კიდევ ერთხელ ეთქვა, კარგად ვერ ჩამოყალიბე შეკითხვა. არის კაცი, რომელიც არის რექტორი, არჩეული. მოუნდა და გადადგა, ეხლა მაგას ვერ აუგრძალავ. და პრემიერ-მინისტრი, ადრე პრეზიდენტი აკეთებდა ორი თვით, როგორც შენამბობ, ნიშნავს მოვალეობის შემსრულებას. ორი თვით შეასრულოს იმან. ბევრია ეს ორი თვე, ანუ პრობლემას უქმნის. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი. ხო და არ არის დიდი. რა გინდა მაშინ ის ორი თვე? რატო ნიშნავს პრემიერ-მინისტრი? მე ვერ გავიგე. ეგრევე და აირჩიოს საბჭო. არა, ნუ იყოს ის, თქვათ, ვინც იყო მანამდე მოვალეობის შემსრულებელი. და მე ხო, ნუ და მე თვითონ აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტოს, როგორ მოხდება. იდეაში შენ არ მოგწონს, რომ შიგნით უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. არ მოგწონს, რომ თუნდაც ორი თვით, მაგრამ მაინც პრემიერ-მინისტრი იმიტომ რომ დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურა. მე პირდაპირ გეტყვი. სად ხდება და საიდან ხდება? მე პირდაპირ გეტყვი, რომ ორი თვე პრინციპში მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. მაგრამ მე არ ვარ სპეციალისტი, თუმცა შენ ფიქრობ რომ საგანგაშოა და არა, მე დრო ეხა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით რა ხდება და როგორ ხდება, ესე არ არის რა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა უნივერსიტეტს დაუბრუნოთ თავისი არსებითი ადგილი, თავისი დანიშნულება შეასრულოს მან, ყველაფერი აკადემიურ პროცესთან, ადმინისტრირებასთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს შიგნით. და მე ვფიქრობ, რომ უკიდურესი უპატივცემულობა არის ეს პროფესორების მიმართ, როდესაც გარედან ხდება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენ ვერ შეძლებთ და აი მე ვფიქრობ რაღაც ისეთ სიბრძნეს, რაღაცა. თუნდაც ორი თვით. კი ბატონო. ეხა შეკითხვა ესეთი, ლევან ლორთქიფანიძე კაი ბიჭი, ხო იცი? კი, როგორ არის? ლაპარაკობდა, რომ აკადემიური საბჭო ახერმოძელებით, ახერმოძის ახალი ეროვნული მოძრაობა ნაცმოძი. არიან დაკომპლექტებულიო და პრობლემა არისო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამ აკადემიურ საბჭოში არის არაკვალიფიცირებული ტიპიო, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის იქო და ეთახმები შენ თუნდაც რა თქმა უნდა, ხა როცა ერთი თვის მოსული ადამიანი უცებ ხდება სრული პროფესორი, მე ხდება აკადემიური საბჭოს წევრი, ახლა ყველამ ვიცით რა ხდებოდა. კონკრეტულად არის ახლა ეს დასახელებები უკვე ყელში ამომივიდა რა. იმიტომ რომ რაღაცა მე მსგავსებ რაღაცა ბოლშევიკს, ნადა რომ ვასახელებ ვიღაცებს და წინა ხელისუფლებასთან ხო ყველა მიცის რა. შემჩნეული იყო წინა ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, არა მარტო შემჩნეული იყო, არამედ ასრულებდა მათ დავალებებს. იგივე დეკანის არჩევნებში მე მონაწილეობა მივიღე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მექანიზმი დამენახა შიგნიდან. და აკადემიურმა საბჭომ, რომელმაც ხმა არ ამოიღო და დუმილიც პასუხისმგებლობაა სხვათა შორის. დუმილზეც ვაგებს ჩვენ პასუხს პოზიცია და პასუხს აგებს ვინც დუმს, ხო? პოზიციაა. რა თქმა უნდა. ამიტომ აკადემიურმა საბჭომ, რომლის, ანუ აკადემიური ნაწილის ადამიანი გააგდეს უნივერსიტეტიდან და ის ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გაგდება ჩემ შემთხვევაში, ხო? და აკადემიური საბჭოს არც ერთ წევრს არ გაჩენია სურვილი ეკითხა ჩვენ ამ წევრებმა ერთხმად დამიჭირეს ხმა დეკანის თანამდებობაზე. ამიტომ ეს ისეთი რაღაცა არის, რომ ეხლა მადლობა, ჩვენი განაცემის სტუმარი იყო ლელა გაფრინდაშვილი. ლელა, საბოლოო კითხვა მინდა დაგისვა სანამ დავიმშვიდობებით. რას აპირებ? ანუ გასაგებია რომ რაღაც პუნქტი არ მოგწონს, ის არ მოგწონს რომ პროფესორები არ არიან ჩართული ამ საკითხის განხილვაში. აპირებ რამე ბევრი ხართ ეგეთები, რომლებიც ამას აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, როგორ არ არიან და შეიძლება, ასე ვთქვათ, რაღაცა მოძრაობის ან სტუდენტებთან კავშირში გაკეთება, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ისეა, რომ მე ეხლა ძალიან ძიმე მდგომარეობა მაქვს ემოციურად, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ფაქტიურად ებრძვის სიკვდილს დეიდა ჩემი და ამიტომ ემოციურად ვარ ცოტა ძალიან ძიმეთ და მაგრამ ეს არ ნიშნავს თუმცა უნივერსიტეტში ახლა რაღაც საინტერესო პერიოდია, კვიტაშვილი წავიდა და არც წავიდა და ახლა შეიძლება აირჩიონ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია აირჩიონ ახალი რექტორი. ზოგადად ჩანს
რომ წინა ხელისუფლების მომხრეებს და იდეურ მხარდაჭერებს არ უნდათ აი ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ეს. გიგი თევზაძე გავიხსენოთ, რომელიც არის წინა ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი და აპოლოგეტი, შეიძლება ითქვას, კვიტაშვილიც მათ რიცხვში შემიძლია მე ჩემ სუბიექტური აზრია მივათვალო, ისინი არ უშვებენ ამ სისტემას ხელიდან. შენ ატყობ ამ ტენდენციებს? ნუ ყოველ შემთხვევაში მეცვლილებებს რამეს უნივერსიტეტში პროცესის ღიაობისკენ მიდრეკილს ან რაღაცა გაუმჯობესებისკენ ვერ ვატყობ, იმიტომ რომ ჩემი შემთხვევაც ახლა უბრალოდ მთელი ეს სასამართლო პროცესი რაღაცა მაჩვენებს ამ სიტუაციის კონტროლს და აბსურდულობას იმ აზრით, რომ ფაქტობრივად არ იცვლება არაფერი. გასაგებია, დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც მოახსენეთ, იყო ლელა ნაფრინდაშვილი, ჩვენ რეკლამაზე გავისეინებ და შემდეგ უკვე TBC ბანკის ხელმძღვანელთან შემოვალთ ეთერში. დროებით. ჩემი სტუმარია TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუზრიკიძე, მოგესალმებით ვახტანგ. საუბარია იმაზე, რომ თქვენმა ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა, ანუ ასრულებთ ამ პროგრამას. მე მაქვს წინადადება, რომ ჩვენთვის განკუთვნილ დროში ძალიან გასაგებად და მოკლედ აუხსნათ თქვენი ბანკის უამრავ მომხმარებელს, რა ხეირი ექნება კონკრეტულად მათ. უბრალოდ ჯერ განმარტებას გავაკეთებთ, ეს ეხება ეს პროექტი სპეციალურად ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ანუ ეს სპეციალურად შეიმუშავეთ ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს. რამდენია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი თქვენს კლიენტებში? დაახლოებით დღეს ყავს 42,000 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. აქტიური ანგარიში რო აქვს და რომელიც რაღაცას აკეთებს. ნუ ანგარიშები დაახლოებით 180,000-ია, მაგრამ 42,000. ძალიან კარგია. და რაც შეეხება ეს საინტერესო არის ამავე დროს, მხოლოდ 2012 წელს TBC ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიუჯეტში შეიტანეს 600 მილიონ ლარზე მეტი. და საერთოდ ბანკისთვის კარგია, ხო, თქვენი ბანკის სტრატეგია ეგეთი გაქვთ, რომ არა დიდ კორპორაციებზე იყოთ, არამედ დივერსიფიცირებული ქონდეთ და პატარ-პატარა ფირმებს და მეწარმეებთან აი 2008-9 წლის კრიზისმა დაგვანახა ჩვენ მაგალითად არა მარტო TBC ბანკს, არამედ ქართულ საბანკო სექტორში, რომ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლებად კრიზისი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესს. იმიტომ რომ მობილურები არიან, მაშინვე დაარტყა და პრობლემები შეექმნა, აქ გაცილებით უფრო მადვილად დააძლიეს, ასე ვთქვათ, კრიზისი. ბანკისთვის კარგია ეს, კარგი მაჩვენებელია, როცა მისი ძალიან დიდი ბრუნვა არის მცირე და საშუალო და რაც მნიშვნელოვანია, არის კარგი და არის დივერსიფიცირებული. ხო, ამას ვამბობ რა. ანუ კარგი. აი რა სიახლეები აქვთ მათ, აი თქვენ კლიენტებს, რომელსაც აქვთ რაღაც ფირმა ან ინდმეწარმეებს თქვენთან, რა სიახლე ექნება? ანუ დავიწყეთ ეს, რომ ჩვენ გვინდოდა სტანდარტულად ბანკსა და კლიენტ შორის არის ურთიერთობა, სესხი, დეპოზიტი, გადარიცხვა, ჩარიცხვა, სტანდარტული ოპერაციები. ანუ რაღაც განსხვავებული გვინდოდა გაგვეკეთებინა. ნუ ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორობის უფრო სხვა ეტაპზე. ანუ ჩვენ თავაზობთ უფასო კონსულტაციებს, ის რაც მათ აინტერესებთ. ახლა ეს ჩვენ არ მოვიფიქრეთ, ჩავატარეთ გამოკითხვა და თქვათ რა ინტერესი გქონდათ, რას აი მაგალითად კონსულტაცია. აი მე მაგალითად ვარ რომელიღაც ფირმის ხელმძღვანელი. ძირითადად დამფუძნებელი და დირექტორი საშუალო ბიზნესში ერთ და იგივე პირია. ანუ საქმე ვიცი მეტნაკლებად, ხო. და მაინტერესებს რაში გამიწევთ? აი მან არის ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ ისტორიულად, ნუ არ ცუდად ვამბობ, მაგრამ რეალურად, როდესაც აი ესეთი კონფერენცია უფასოა, ხშირად აგზავნიდნენ ხოლმე მესამე, მეოთხე ტიპებს, ანუ რომლებსაც ან პრაქტიკა გადაწყვეტილების მიღების და ეხლა ჩვენ თხოვეთ ყველა კომპანიის წარმომადგენელს სასურველი იყო ან პირველი პირი ან მეორე პირი ყოფილიყო, იმიტომ რომ განხილვის თემა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ვთქვათ, ასე ვთქვათ, რასაც არ მოველოდით, საკმაოდ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიხატა მოთხოვნა გამოჩნდა ინტერნეტ მოთხოვნაზე, ანუ ინტერნეტ რეკლამასთან დაკავშირებით. ანუ სპეციალური კონსულტაციები ჩავატარეთ, აი ეს Facebook-თან დაკავშირებით, მაგალითად, ინტერნეტის სხვადასხვა რეკლამებთან დაკავშირებით. რა ინტერესებთ? აინტერესებთ, როგორ შეიძლება თავიანთი პროდუქციის, თავიანთი საქონლის, თავიანთი რეკლამირება გააკეთონ არასტანდარტულ მედიაში. და თხოვეს თქვენ დახმარება რომ გესწავლებინათ ეს. ჩვენ მოვიწიეთ სპეციალური ექსპერტები, ვინც საქართველოში გამოცდილება გააჩნიათ აქვთ ამ ბიზნესი და მათ ჩაუტარეს მაგალითად. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ უნიკალური ცოდნა გაქვთ ახლა, რომ მართლა რეალურად ამ მშრომელ ხალხს რა აინტერესებთ, იცით, ხო?
ყოველ შემთხვევაში მინიმუმ სურვილი გაგვაჩნია და ეს არის არა, იმიტომ რომ საინტერესოა აი რეკლამას რო ახსენებთ. ცხადია რომ მათ არ აქვს ბევრი ფული რომ განათავსონ სხვადასხვა სატელევიზიო არხზე და მიხვდნენ იმას თავად და თქვენ არ უკარ ნახეთ ალბათ რომ ალტერნატიული გზებით უნდა განათავსონ. მოთხოვნა წამოვიდა რომ მათ საინტერესო იყო ეს სფერო და შესაბამისად აკავებთ. მეორე თქვა ფინანსები. ფინანსები საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად რო თქვა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვთ მოგვარებული თავიანთი ფინანსები. ერთი ეს ბანკისთვის ართულებს. არ აყავთ მაღალი კლასის აუდიტი მაგალითად ან ბუღალტერი. ჯერ აუდიტამდე რომ მიხვიდე, ჯერ სასურველია შენ თვითონ გაერკვე. ერთი რო ბანკს ურთულდება, მაგრამ თვითონაც ხშირად არის ხოლმე რომ კარგად ვერ ერკვევიან თავის ფინანსებში. ოღონდ გამარტივებულ ფინანსებზია საუბარი, არ არის რაღაც კოეფიციენტი და რაღაც სქემებზე. ანუ მარტივ რაღაცეებშიც საშუალება ეძლევათ რომ გაიცნოთ თვითონ წარმოდგენა შეიქმნა, იმიტომ რომ თქვენ რას თავაზობთ ამ კუთხით? მათ თავაზობთ ყველაზე მაღალ პროფესიონალები, ვინც არიან დღეს საქართველოში, ისინი უტარებენ უფასო კონსულტაციებს. ანუ ბანკის დაფინანსებით მე დავუშვათ ვარ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი და მინდა კარგად გავერკვე ამ საკითხში. ან ბუღალტერი ვარ, ან ფინანსური დირექტორი პატარა ფირმის. რა უნდა გავაკეთო? უნდა მოგმართოთ თქვენ და გამიშვებთ ტრენინგზე? კი, მაგალითად წინა თვეში 200-მა ასეთი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გაიარა ესეთი უფასოდ. უფასოდ. სად ტარდება? ანუ თქვენთან ბანკში ტარდება თუ სად? სპეციალურად გავაკეთეთ, ასე თქვა, ჩვენი სპეციალური არეა, ადგილი, სადაც თქვა, ცენტრში, ქალაქის ცენტრში ჭავჭავაძე, ვაკეში გავაკეთეთ სპეციალურად დიდი გამოხავეთ სპეციალური ადგილი ამისათვის, მოვამზადეთ და გარემო შევქმნით ისეთი, რომ თქვა ადამიანებს გავუადვილდეთ. ანუ მე მივდივარ TBC ბანკის მიერ მოწყობილ სემინარზე, ასე ვთქვათ, იქ სპეციალისტი მოდის, მიკითხავს ლექციას და პლუს შემიძლია ჩემთვის საინტერესო შეკითხვა დაუსვა. კი. უფასოდ. უფასოდ, მაგრამ ეს არის საწყისი და ამავე დროს ეს ერთია. უბრალოდ კიდევ ეს არის საშუალება, რომ ეს ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, ანუ კონტაქტები დაამყარონ. ეს სხვა თემა. ოღონდ უკაცრავად კლიენტი უნდა ვიყო თქვენი, ხო? აქ ჩვენ ღია ვართ, ანუ რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხართ უფრო მეტი საშუალება, მაგრამ ამავე დროს სხვა ბანკის კლიენტებსაც სიამოვნებით. კიდევ რა გაქვთ? იმიტომ ეს არის ურთიერთობა შევ. ეს არის რაც დავიწყეთ. კი ბატონო. ჩვენ გვინდა 7 ნაბიჯი გავაკეთოთ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ისევ არა ტიბის და არა ჩვენს მოფიქრებული, არამედ ჩავატარეთ სპეციალური კვლევები, გამოვკითხეთ ეს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და თქვათ, მათ როგორი ინტერნეტ ბენკინგი ჭირდებათ. ანუ რას გულისხმობ ამაში, რომ ბანკში არ მოვიდნენ, როგორ შეიძლება უფრო დისტანციურად მართონ ანგარიში. თავიანთი ანგარიშები. მათი მოთხოვნების საშუალებით გავაკეთეთ ახალი ვერსია, რომელიც ჩემი აზრით გაცილებით უფრო მორგებულია მათ მოთხოვნებზე, ვიდრე ისტორიულად ჩვენ გქონდა. ანუ მოსახერხებელია უფრო კომპაქტური და უფრო იოლად საწარმოებელია ინტერნეტ ბანკინგი ვიდრე ადრე. შემდეგი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ სპეციალური, ასე ვთქვათ, ვებ მომსახურება, სადაც ისეთი სტანდარტული ხელშეკრულების ფორმები იქნება განთავსებული, აი მარტივი რაღაცები, რომელიც ყველა ბიზნესს ჭირდება, რომელიც შეიძლება დრაფტად გამოიყენონ. ანუ ამაზე არ არის აუცილებელი ყოველთვის იურისტი დაიქირავო, ფული გადაუხადო. ანუ რაღაც ფორმა, შაბლონი და იქ უბრალოდ რეკვიზიტები შეცვლი და ეგ არის. და ამას ვაკეთებთ არც მარტო ჩვენ, არამედ ამაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი. ანუ მათთან ერთად ვაკეთებთ ამას, მათ გამოცდილებას. ბიბლიოთეკა იქნება, დაუშვათ მინდა ვიღაცასთან კონტრაქტის დადება ძვირფასოდელი მოყოლებული. მაგ პატარა ფირმა, მინდა კონტრაქტი გავაფორო, არ მყავს იურისტი და იურისტი უნდა მოვიწვიო, რომ ექსტრა ფული გადაუხადო. TBC ბანკის მიერ ორგანიზებულ საიტზე შევდივარ, ხედავ ბიბლიოთეკაში რომ არის ეს ტიპური კონტრაქტი, უყურებ რამდენიმეს, მე რომელიც მომიწონება ვტვირთავ და პირდაპირ ვაკეთებ. ასეგები. ასევე არ არის აუცილებელი რომ თქვენი კლიენტები იყო, ხო? კიდევ რა არის? კიდევ არის ასევე ჩვენ რამდენიმე აუდიტორულ კომპანიასთან გავაფორმეთ კონტრაქტი და ისინიც უფასოდ ჩაუტარებენ სემინარებს. ეს შეეხება მაგალითად ეს გავაკეთეთ BDO-სთან, გავაკეთეთ Nestenian-თან, ანუ ესენ სერიოზულებთან ძალიან. კი, ანუ ყველას ვარჩევთ საუკეთესო კომპანიებს. ხო, ნუ ხუთეულში შედის ახლა ეს. კი, ეს კომპანიები შედიან და არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც, რომ ყველა კომპანია, ვინ ჩვენი პარტნიორი იქნება აქ, არიან ბიზნეს კონსალტინგით შეიძლება რომ იყოს თუ არა? ალბათ ბიზნეს კონსალტინგი და კონკრეტულად იქნება, რა თქმა უნდა, ეს ამ პროექტში ვერ შევიდა. ზოგადია და საერთოდ ყველა ბიზნესი. კიდევ ეს არის შემდეგი ისე ტექნოლოგიური პროდუქტი, ეს იქნება SMS მომსახურება, დამატებით ანუ ერთი არის ინტერნეტ ბენკინგი, მაგრამ SMS მომსახურება, ანუ მობაილ ბენკინგი, მობილური საშუალებით, როგორ შეიძლება ანგარიშები მართონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა
და აი ძირითადად ეს მიმართულებები. აძვირებს ხო არა მომსახურებას ეს თქვენი ახალი ნაბიჯები? დიდონ კლიენტს ხო არ გაუძვირდება რაღაც მომსახურების რაღაც. ჩვენი სურვილია რომ პირიქით გავაკეთოთ. პირიქით გაუიაბთ ეს, ხო? რა თქმა უნდა, ანუ ეს თუ არის ჩვენი მიზანი არის რომ ეს იყოს ორმხრივი, ანუ მათთვის უფრო ეფექტური გახდეს მათი. ზოგადად მიგაჩნიათ თუ არა რომ საქართველოში ფული არის, მაგრამ არ არის ეკონომიკური ინიციატივა. ანუ ჩვენ ვხედავთ რომ ლაპარაკობენ გარკვეულ პრობლემებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს ეკონომიკური ზრდა ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა გამოიწვიოს, ხო? რა შეიძლება იყოს მიზეზი ის რომ ფული არ არის, კეში არ არის, ან მეორე როცა ხალხი ჯერ არ არის გარკვეული იმაში თუ სად ჩადოს, როგორ ჩადოს, ელოდებიან ხელისუფლების ბოლომდე ცვლილებას, ან სხვა რამეს, ეს ფსიქოლოგიური მომენტებია. აი რომელ ანალიზს ეთანხმებით თქვენ? მე მგონი ყველაფერი ერთად, მაგრამ რაც შეეხება იმ რომ დავყოთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქ უკვე ჩემი აზრით აქტიურობა გაზრდილი არის თუ შევადარებთ. ბანკში ხედავთ თქვენ? კი, მცირე და საშუალო ბიზნესი იზრდება, ბოლოს 3 წლის განმავლობაში ყოველთვიური ზრდა არის და მე მახსენდება, აი ოქტომბერ-ნოემბერში იყო საუბარი საფრთხო განაკვეთებიდან საუბარი არის მაღალი საფრთხო განაკვეთები. დღეს მაშინ ასე თქვა პროგნოზს ვაკეთებდით, მაგრამ არ ვიყავით არწმუნებული, მაგრამ შედგა ეს პროგნოზი. საფრთხო განაკვეთები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. გაიაფთა ფული, ანუ ფული გაიაფთა. ფულის გაიაფება მეორე მხრივ ნიშნავს, რომ ბიზნესებს უფრო გაუმარტივდება. და ანუ დრო უნდა ამას, აი ფულის გაიაფებამ ხო უნდა გამოიწვიოს ახალი პროექტების წამოწყება და აქტივობა ბიზნესში, ვიდრე ადრე იყო იმასთან შედარებით. ხო, ეს მცირე და საშუალო ბიზნესი. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, მე ვფიქრობ, აი დაგეთანხმებით აქ, რომ მაინც მოლოდინის რეჟიმში არის ეს ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და აქაც ვფიქრობ, ის ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია, უკვე აი მოკლე პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში შედეგს გამოვიდა. იგივე ინფრასტრუქტურაზე ფულის ჩადება. სახელმწიფოს მიერ ფულის დახარჯვა ბუნებრივად იწევს ბევრი საშუალო მცირე ბიზნესი და მსხვილი ბიზნესის ამუშავებას. ზაფხულში სამწუხაროდ ჩვენ ესეთ ქვეყანაა, რომ ყველაზე დიდი ფულის ხარჯველი საქართველოში არის მთავრობა, რაც მინდა რომ არ იყოს ესე და კერძო ინიციატივები რო გაცილებით მეტი იყოს, მაგრამ ვიცი რომ ზაფხულში არის დაგეგმილი. კი, სეზონურობიდან გამომდინარე, ანუ ძირითადად ესეთი პროექტები იწყება გაზაფხულზე და ძირითადად იქ აღწევს ზაფხული და შემოდგომაზე და აი ფიქრობ, როგორც კი დაწყებული ეს პროცესები და ბიუჯეტი უფრო აქტიურად დაიწყოს ფულის ხარჯვის ინფრასტრუქტურაში, ეს ბუნებრივად გამოიწვევს ბიზნესების უფრო მეტ აქტიურობას. თქვენი ანალიზი დაკრედიტებისა, მცირე და საშუალო ბიზნესისა, რას გეუბნებათ, რომელ სფეროში უფრო მომგებიანია ახლა ფულის ჩადება, რომელი უფრო გაინტერესებთ თქვენ, აი ხალხი გვისმენს ახლა, ალბათ ზოგიერთს აქვს უმრავლესობა შეიძლება утоპიური, მაგრამ არიან მათ შორის კარგი ტიპები, რომლებსაც ფული ჭირდებათ უბრალოდ თორემ რაღაცას გააკეთებენ, ან აქვთ რაღაც ბიზნესიდან ფული ჭირდებათ, აი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელი სფეროა უფრო პერსპექტიული თქვენი ახლა დღეს? სად უფრო ხალისიანად ჩადებდით ფულს? ანუ აქ ჩემი აზრით არის ორმხრივი ინტერესი, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები აქვს ბანკს და თქვათ ბიზნეს წარმომადგენლებს, ანუ ბიზნეს წარმომადგენლებს უფრო სტარტაპ რისკების აღება ურჩევნია და შესაბამისად უფრო მეტი რისკებს მოითხოვს, მაგრამ ბანკი არის არსებულის დაფინანსება მოწევს. ხო, უფრო არსებულის, ანუ პირდაპირ პასუხი გავცეთ, ანუ შესაბამისად თუ არსებულ ბიზნესზე გაცილებით თუნდაც არსებულზე და იმ დარგში, იმ ინდუსტრიაში თუ აქვს კომპანიას გამოცდილება კონკურენცია არის ძალიან კარგი, რაც ჩემი აზრით ბევრი ბანკი არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში ჩართული და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ გაინტერესებთ უფრო მეტად მოიზიდოთ. ყველა, როგორც TBC ბანკს, ასევე ყველა ბანკები, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად არიან წელს ჩართული. თქვენი ხიბლი რა არის მაშინ, აი სხვა კონკურენტთან შედარებით? აი სწორედ ეს ინიციატივები, 7 ინიციატივა რაც არის, ანუ ერთი არის საფასო კონკურენცია, მაგრამ ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ საფასო კონკურენციიდან, ანუ მარტო ფასებიდან არ გამომდინარე გადაწყვეტილება, თქვა TBC ბანკი აერჩიოს თუ მარტო ეს არ იყოს, არა, მარტო ეს არ იყოს, ესეც უნდა იყოს, მაგრამ ამასთან ერთად რაღაც დამატებითი ღირებულება უნდა შეუქმნა კომპანიას ბანკთან ურთიერთობაში და აი ამის ვცდილობა გვაქვს დღეს. და რომელი მიმართულება, აი ტურიზმი, აი რუსეთის ბაზართან გასასთან შედარებით ალბათ დიდი ფული ჩაიდოთ ან სოფლის მეურნეობაში, თუმცა ყველა ერიდებოდით ბანკირები სოფლის მეურნეობის დაფინანსებას ადრე. აი ლოგიკურიც იყო, რატომაც ვერ დებოდა. არის ძალიან დიდი რისკები. რისკებია ხო, არ არის დაზღვევები. ფერმერული მეურნეობები არის ძალიან პატარა ერთი. კი ბატონო. მეორე დაზღვევის მექანიზმები არ მუშაობს. ეხლა ხო არის რაღაც.
ეხა იწყება ეს პროცესები და რამდენიმე სადაც არა გულისხმობ სადაზღვევო კომპანიების მიერ თქვა ბუნებრივი პირობებს ასეთ ტვისგან არის ესეთი ბუნებრივი პირობებისგან დაზღვევას ეს არ მუშაობდა და შესაბამისად რისკები იყო საკმაოდ მაღალი და ჰქონდა ძალიან საბანკო სექტორს ჰქონდა ცუდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის დაფინანსების ხშირად სამწუხაროდ პრობლემურდებოდა ესეთი სესხები. ეხლა როგორ არის? ეხლა ეს ახალი ინიციატივა, რომელიც არის საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ, ჩვენ ჩართულები ვართ ამ სესხების გაცემაში, მაგრამ რეალისტები რო ვიყოთ, ჩვენ ძირითადად ვაფინანსებთ არსებულ ბიზნესს, ანუ არის მაგალითად ღვინის ქარხანა, რომელსაც უნდა ახალი ტექნოლოგიის შემოტანა, ან ახალი და არის ბაზარი პერსპექტიული დაუშვით რუსეთში. საექსპორტო ბაზარი იზრდება შესაბამისად, თეთრისაც მესმის. აი ესეთ ოდიოზურ თემაზე ვილაპარაკოთ, ზოგადად ბანკირის სახე საქართველოში იყო წარმოქმნილი როგორც რაღაც გარკვეულ სისხლისმცემლად, რომელიც პრობლემებს უჩენს ხალხს. თუმცა მე ვატყობ ამ ბოლო დროს, რომ რაღაც ცვლილებები ამ კუთხით არის და არის რაღაც ცდელობა თვითონ საბანკო სექტორისაც და ალბათ თქვენი ბანკისაც, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრას. თქვენ რას აკეთებთ ამისთვის? ოღონდ ეს არასწორი სტერეოტიპია, მე შემიძლია პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ ურთიერთ პასუხისგებლობაა ბანკისაც და როგორც მოქალაქის, იმიტომ რომ თითქოს საუბარია იმაზე, რომ აი კრედიტების არასწორად აღებაზე და ასე შემდეგ. თქვენ რას აკეთებთ კიდევ ამისთვის? იგივე აი ეს ნაბიჯები, რასაც ვგავთ, ამის ერთ-ერთი მაგალითი არის, ანუ აქ პირდაპირ დაინტერესება არაფერი არ არის, უბრალოდ ჩვენ ფიქრობთ, რომ აი სწორედ ამ კონსულტაციებით, ამ ტრეინინგებით ჩვენ გავზდით ამ კლიენტების პასუხისგებლობის როლს. პასუხისგებლობის როლს, მათი მართვის უნარჩვევებს გავაუმჯობესებს და შესაბამისად ეს ირიბად, რა თქმა უნდა, ბანკის რისკებს შეამცირებს, ეს ერთ-ერთი მაგალითია. და არა მარტო ბანკის, არამედ იმ ხალხის, იმიტომ რომ არც ერთ ბანკს არ სურს ბანკისთვის თავარი უნდა იყოს ალბათ თქვენთვისაც ესეა, დაინახოს მომგებიანი პროექტი სესხში ან სხვა ბიზნეს ურთიერთობებში, ვიდრე რაღაც წამიერი ფულადი მოგება. ვცდილობ ჩვენ გრძელვადიან ურთიერთობას. ანუ ეს მოკლევადიანი ინტერესი, ვთქვათ, ერთი თვით გასცე სესხი და მე არ დაბრუნდეს, ეს არ არის ინტერესი. ეკონომიკაზე რა პროგნოზებს აკეთებთ? იმიტომ რომ აი ზრდის ტემპების შემცირებაზეა საუბარი. თქვენ ბანკის დირექტორი ხარ და ეს აუცილებელიც არის, რომ იცოდეთ საერთო ეკონომიკა. რა პროგნოზებს გააკეთებდით უახლოეს ხანზე, ახალ წლამდე ან მერე? სიმართლე გითხრათ, აი რაცაც პროგნოზი გქონდა, რა მოხდებოდა მაისამდე, ფაქტიურად შედგა ის, ანუ ჩვენი მოლოდინი იყო. რა პროგნოზი იყო? ჩვენი მოლოდინი იყო დაახლოებით 3%-ის ფარგლებში იქნებოდა ზრდა და რეალურად ამ ფარგლებში არის. ანუ ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ერთი რომ ბიზნეს ჭირდებოდა ორიენტაცია, მეორე სეზონურად პირველი კვარტალი ყოველთვის თქვა და არა აქტიური გამორჩევა და ეს რა თქმა უნდა ობიექტური არის. დღეს ახლა მაგალითად გუშინ ფინანსთა მინისტრის გამოსვლა იყო, სადაც აღინიშნა, რომ უკვე რამდენიმე თვეში დაიხარჯება წეღარას ინფრასტრუქტურაში 1.4 მილიარდი ლარი. ეს არის ძალიან დიდი თანხა. ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია პირდაპირ შეშესვა ბაზარზე. ამას გაცილებით მულტიპლიკაციის ეფექტი აქვს. ანუ ეს არის ერთი ხრი ბიუჯეტის დახარჯვა, მაგრამ ეს უამრავ ბიზნესს ამუშავებს, უამრავ დასაქმებელს. უამრავ ფირმას, რომელიც ამ პროექტებს ემსახურება. მეორე საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში უკვე საინვესტიციო ფონდის შეკვრაზე არის საუბარი მოხდება წელს. რომელიც დახარჯავს ფულს რაშია? პრიორიტეტებში რაღაცაში, ხო? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს დეტალები სად დაიხარჯება, მაგრამ დაიხარჯება საქართველოში. საქართველოში ფუნდამენტალურად 5 მილიარდი იმდენად დიდი თანხა დოლარი. იმდენად დიდი თანხა იგივე პოტენციური ინვესტორებისაც, ანუ მათ უნდა გაუჩნდეთ ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ საკმაოდ ეკონომიკურს დაიქნება და ეს ორი რაღაცა, რაც უკვე ჩვენ თქვით, არ არის რომ დამოკიდებულია გარეშე ფაქტორებზე ან რაღაც ამერიკის დახმარებაზე. ეს არის, რომელიც ბიუჯეტში ფული არის, თუნდა დაიხარჯოს. ანუ ეს მენეჯმენტის განხორციელებაზე. პრინციპში ეს ფულის ხარჯვა შეიძლება აი ამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განცდა მომავალი ზრდისა. ეს პირიქით სტიმულირებას ახდენს რაღაც ქმედებებისადმი, შეიძლება რაღაც ბიძგი იყოს და დაიწყოს ის პროცესი, რომ ფული გაჩნდეს ამ სისხლში, ამ დარგვებში რაღაც სისხლი აჩუხჩუხდეს და დაიწყოს საქმის კეთება. პირველი ფულის ხარჯვით უნდა მიიღწეს მულტიპლიკაციის ეფექტი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით, ნახოთ როგორ მოეწონება ხალხს თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. თავისთავად ეს სემინარები ძალიან საინტერესოა. რამდენად კვალიფიცირებული სპეციალისტები იქნებიან უბრალოდ იქ და რამდენად ხართ ორიენტირებული ინტერაქციაზე, ანუ ეს ლექცია არის თუ რაღაც არა, ეს არის უფრო დიალოგის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაკეთებული და იქ რაც უკვე გამოცდილება შევიძინეთ, რა თქმა უნდა, მე კითხვას ვატარებ და მინდა ხარისხი მაღალი იყოს და 10 ბალიანი შეფასებით, ქართველებს გვახასიათებს მაღალი შეფასებები, მაგრამ 9.5 შეფასებები მისცემს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ხთანგუციკიძე, TBC ბანკის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი, უსურვებ
გისურვებ თქვენ მაგს წარმატებას ყველაფერში რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით ხელშუათაში ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 2 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომლებიც ტერორისტული აქტის ორგანიზებაში არიან ბრალდებული. გამთენისას თბილისში მიკაელ კადიევი და რიზმან კადიროვი დააკავეს, ამოღებულია ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. თამთა ჯანაძე ისაუბრებს უფრო დეტალურად თუ რა განცხადება გაკეთდა უწყებაში, ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება თამთა გისმენთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომზადების სტადიაში აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის ჩატარების მცდელობა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დღეს გამთენისას თბილისში დაკავებული იქნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, მათი საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე ყალბი პირადობის მოწმობები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დღეს გამთენიისას თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიзвან ომაროვი. რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა, დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების გამოვლენისა და გაუნელუყოფის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები დანაშაულში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების დასადგენად. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის ტერორიზმის საფრთხისგან დასაცავად. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან თამთა ჯანაძე საუბრობდა. ბუტარობაქიძის საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს დღეს ბრალი დაუზუსტდა. გურამ დონაძე პროკურატურაში დღეს დაიბარეს და ბრალი გააცნეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დონაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ვრცლად ამის შესახებ ჩვენს 3 საათიან გამოშვებაში. ერთი მაღაროელი დაშავდა ტყიბულში მინდელი სახელობის მაღაროში 56 წლის ზურაბ ჯაფარიძე თავის ტრაუმით ტყიბული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერ არაფერი არ ჩამოყვანილი აქ და გაზგვეთყვიენ ველოდებით. პირველადი დაჟეჟილობა აქვს. კი ტყიბულში ჩაუტარდა პირველადი და კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ჩვენთან გადმოყვანილია ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან 55 წლის მამაკაცი, რომელსაც აქვს ქალატვინის დახურული ტრავმა. ამჟამად იმყოფება რეანიმაციურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა მძიმე არის, იმყოფება ფილტრების ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, უგრძელდება რეანიმაციული ღონისძიება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული ერთეულების ყველა თანამშრომლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა 50%-ის დაფინანსდება. დაზღვევის ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით დაზღვევით 2013-2014 წლების განმავლობაში ისარგებლებენ ამ ინიციატივის დასაფინანსებლად კავკასიის ბუნების ფონდმა 76,850 евро გამოყო. ამ გრანტის გამოყოფა ამ ფონდის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეინჯერებს ველზე მომუშავე ადამიანებს ჩვენთან არ ჰქონდათ დაზღვევა არანაირი. საბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უხდებათ ბუნებაში მუშაობა, ხშირად ბრაკონიერებთან ურთიერთობა, გარკვეული საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან. შესაბამისად, მსგავსი დაზღვევის ფონი არის აუცილებელი. კავკასიის ბუნების ფონდი ადმინისტრაციებში მომუშავე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას 50%-ით დააფინანსებს. ხელშეკრულების მთავარი მიზეზი შარშან ბორჯომ-ხარაგაურის ეროვნულ პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი რეინჯერი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. პედაგოგებს შებულება გაუორმაგდებათ, მასწავლებლებს 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შებულებით ისარგებლონ, ამჯერად შებულება 40 დღით განისაზღვრა. სიახლის შესახებ ინფორმაცია პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს განათლების მინისტრმა მიაწოდა. შეხვედრა 24 სკოლაში გაიმართა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მაძლიერება გამოგვეთქვა იმ განსაკუთრებული ნაწილისთვის ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც ზრდის ახალ თაობას, ჩვენი პედაგოგებისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და მათ მოვახსენეთ ახალი ცვლილებები. პირველ ეს არის ის, რომ პედაგოგების ექნებათ ორთვიანი შებულება, რაც აქამდე არ იყო. ეს შედის ძალაში და ეს იქნება მუდმივად. მეორე, მათ ორთვიანი წინასწარი ხელფასი მიეცემათ ამთვის და მომავალთვის დასაწყისში. მესამე, ეს არის ის, რომ ადმინისტრაციის მუშაკებს მოემატებათ ხელფასი. იქნება 40 სამუშაო დღე ამას გამოვიდა. ეს ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეა თვალსაზრისით, რომ უკეთესწრებით შეუძლია პედაგოგებს დასვენების ძალიან ძლიერი შესაძლებლობა და მომდევნო სასწავლებლის უკეთესწრების. ალბათ ეს ნაბიჯი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტად მასწავლებელს და სკოლებს ინტერესის ხარისხის ამაღლებას. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები არასასწავლო პროცესში დადიოდნენ სკოლაში, მაშინ როდესაც მოსწავლე არ იყო თავად სკოლაში, აბსოლუტურად ტყუილა და ამან ყველაფერმა უხეშად შელახა პედაგოგთა უფლებები. მასწავლებლები ზოგ შემთხვევაში წერდნენ უხელფასო შვებულებაზე განცხადებებს ზოგიერთი დირექტორების მოთხოვნით, რაც აგრეთვე არ ღვევდა მათ უფლებებს და დღეს უკვე ბუნდოვანი რეგულაცია არის შეცვლილი ბრძანებაში. გარემოს დაცვის სამინისტროში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განსაზღვრელი კომისიის ხდომა გაიმართა. პრიორიტეტული ძეგლების შერჩევისას კობი გუდაურის გზის მონაკვეთზე დაზიანებული ტრავერტინისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხიც განიხილეს. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება, ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი და არაორგანული ბუნების ძეგლებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე განხილვა გაგრძელდება. პირველი სკოლისა ეს არის სუსოს ხეობასთან დაკავშირებული პრობლემა, მოგეხსენებათ რომ ტრავერტინები დაზიანდა იქა, არის რამდენიმე ღვინოზე საუბარი, არის ტყის კორომებზე საუბარი, არის კანიონებზე საუბარი, რომლებიც მაღალი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, ასე რომ კომისია მგონი რომ ობიექტურ გადაწყვეტილებამდე მივა. თუ ჩვენ გვინდა რომ იყოს კვალიფიციური სამუშაო ჩატარებული, ხო, ეს არ არის 1 და 2 დღის საქმე. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და კარგი არის ის, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აი ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. ახალი ამბებით უკვე 3 საათზე დავბრუნდებით, ახლა კი რეკლამა, რეკლამის შემდეგ კვლავ ცხელი შუა დღე ჩვენს ეთერში. ბრუნდებით ცხელი შუა დღის პირდაპირ ეთერში და მოდით ჯერ მე დავანონსებ თემას, რომელიც გადაცემის ბოლოს მექნება, ეს არის კოლექციონერები, შემგროვებლობა საერთოდ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ამბავია, თუმცა ჩემგან ძალიან შორსაა. შემგროვებლობას ეწოდნენ პირველყოფილი თემუტყობილებამდე. სოკოები და რაღაცებს აგროვებდა
ქალი ძირითადად ხოჭოს მატრიარქატი. და დღეს ნებისმიერი რამ შეიძლება შეაგროვოთ. თუნდაც ფოტოები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ, თუნდაც მისალოცი ბარათები, ითქვას რომ კოლექცია. რომელსაც მე ვაგროვებდი და უცნაურია რომ სურნელოვან საპნებსაც ვაგროვებდი და ხელსახოცებსაც რამდენადაც მართლა საშლელებს რატომ იყო რევოლუციამდე ბავშვი? აღარ გააგრძელა. მანდ გაჩერდი. სურნელოვანი საპონი. ხათაშორის ამოვიკითხე, მაგრამ სანამ ამას წაგიკითხავთ ცნობილი ადამიანების შალვა. თუნდაც მე. ყველაზე უცნაური რა აღმოაჩინე აი ცნობილი ადამიანების. ჯონი დეპი აგროვებს ძველ წიგნებს და ღამურებს თურმე. ღამურები როგორ უნდა შეაგროვოს? ჩოხლანერე კილტებს შოტლანდიურს. კარგი სანახავი იქნება კოლექცია. ბარბი ქონია დემი მურს და როგორც მახსოვს ეს ვერ მივაგენი ახლა, მაგრამ ადრე მაქვს წაკითხული ინტერვიუ. ანჯელინა ჯოლი აგროვებდა დანებს და რაღაცა ისეთ მისტიურ დიდი დამთავრდა მკერდი მოიკვეთა. ნო, ცუდად დაამთავრა. კარგი, შეგისტუმრები რასაგროვებენ მოდი ამაზე. ჩემს პროდიუსერზე ჩუბინიძეზე ასეთი რამ მომიყვა პატარა რომ ვიყავიო, ერთ ვიცს მოუწონდიო და ჩემთან მოდიოდა და მპარავდა სულ რაღაცებს და გოგო რომ მოწონს იმას ხო ჩუქნიანო და მას მპარავდნენ და რამდენიმე თვის წინ შევხვდი ახლა და დამიბრუნა ყველაფერი. რასაოცარი დეტალები იყო. მუზეუმი ქონდა. კარგი, ჩემ თემაზე გადავალ. ვინ იყო ისა? გრაფი ისა? აქვე იმას ის რო იყო ფრანგი. მაიმე და ჭადის სახელი დამავიზდა. დრაკულა კი არა, აი ხა თუ არ გავიხსენებ, არ ვიცი. კაი, მე ვისაუბრებ და შენ მაგისდესანი ხო რა გრაფი. მაგისდესანი ხო? შენ უმანკოების მუზეუმი რო გახსნა. კარგი, რა შეიძლება ჩემს თემას, დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ეს თემა დარწმუნებულია რომ განსაკუთრებულად დაინტერესებს აბიტურიენტებს და ბუნებრივია მათ მშობლებს. ჩვენი სტუდიის სტუმარია ქალბატონი მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე ნახეთ ჩვენი ჟურნალისტის ნინი თაქთაქიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი ბუნებრივია ამავე თემაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ქეთი აბიტურიენტია, რომელმაც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადებას სექტემბერში შეუდგა. თემების წერა მარტივად გამოსდის, უყვარს კითხვა და ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც ადვილად ითვისებს. სწორედ ამიტომ ქეთიმ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. ვაბარებ ფილოლოგიურზე, ვაბარებ 4 საგანს. ქართულ ენას, ლიტერატურას, ინგლისურს, უნარებს და ლიტერატურას დამატებით საგანს. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მეშინია ლიტერატურის და მარტივად ჩავაბარებ ალბათ უნარებს. ძალიან მინდა მოვხოდე უნივერსიტეტში და მოვხდე იმ ფაკულტეტზე, რაც მინდოდა ფილოლოგიურზე და ამისთვის მიწევს ძალიან ბევრი შრომა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს გამოცდებისთვის საფუძვლიანად მოემზადონ და ტესტები დაკვირვებით შეავსონ. სასურველია ლიტერატურული თემები ჯერ შავი სამუშაოსთვის განკუთვნილ ფურცელზე დაწეროთ, ხოლო შემდეგ პასუხების ფურცელზე გადაიტანოთ. წლევანდელ ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტსა და შაშანდელ ტესტ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. რაც შეეხება არჩევით გამოცდას, ლიტერატურის გამოცდას, ის საკმაოდ რთულია, რადგან მოითხოვს აბიტურიენტისაგან კონკრეტული ნაწარმოებების შინაარსების წონდას. მე ურჩევ აბიტურიენტებს, რომ ნუ გამოვლენ 4 საათზე ადრე. ძალიან ბევრი აბიტურიენტი ადრე ამთავრებს წერას და ადრე გამოდის. ჯობია დაისვენონ, წაიკითხონ კიდე თავისი დაწერილი თხზულება, იმიტომ რომ ამ დროს ისინი როგორც წესი ხშირად ასწორებენ მექანიკურ შეცდომებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს აბიტურიენტებს საინტერესო სიახლეებს თავაზობს, სახელმწიფო 17 სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტებს დააფინანსებს. აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ შედეგების პირველადი შედეგების გაგების შემდგომაც შეცვალონ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის გამო, რომ წელს უკვე აღარ ვახორციელებთ მეორად ჩარიცხვებს და სწორედ ამის გამო მივეცით საშუალება აბიტურიენტებს, რომ აერჩიათ გარკვეული მათთვის სასურველი რაოდენობა პროგრამების ჩამონათვალისა. წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტები მეტად პრივილეგირებულები არიან. გამოცდების ეროვნული ცენტრი იმედოვნებს, რომ ცვლილებებით წახალისებული აბიტურიენტები გამოცდებს მარტივად გაუმკლავდებიან. საგამოცდო ციებ-ცხელება იწყება, წელს ძალიან ბევრი სიახლეა დანერგილი. ქალბატონი მაია მიმინოშვილია ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო მაია, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. და დავიწყოთ საუბარი ბარათებით, პლასტიკური ბარათები, რომელიც აბიტურიენტებს დაურიგდება. ბარათები უკვე დაბეჭდილია და როდის დაიწყება დარიგება? დიდი ნებათაღელოა, მინდა გითხრათ, ამ ბარათებთან დაკავშირებით ბევრი ზარი შემოდის ჩვენთანაც. მინდა ყველა დავამშვიდო, ნამდვილად გამზადებულია ყველა ბარათი და ჩვენ 17-დან უკვე დავიწყებთ დარიგებას. თბილისში აბიტურიენტები
აბიტურიენტები და სხვა აპლიკანტები, არა მარტო აბიტურიენტები მიიღებენ ბარათებს იმ მისამართზე, რაც მითითებული აქვს სკოლის მოსწავლეების სკოლაში, ადგილობრივ რესურს ცენტრებში კი დაუშვათ სკოლადამთავრებულები და მაგისტრობის სურვილები 18-დან უკვე ეს ბარათები წავა რაიონებში და 19-ში მაქსიმუმ 20-ში ყველას ხელში ექნება. და რა ინფორმაცია არის დატანილი ამ ბარათებზე და რაზე უნდა გაამახვილოს? ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ბარათზე დატანილი მათთვის, ანუ ჩვენი აბიტურიენტებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმიტომ რომ მითითებულია პირველ რიგში დღეები, საგამოცდო დღეები, მითითებულია ნაკადი, რომელ ნაკადში მოხდნენ განაწილების შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი აბიტურიენტები გავაფრთხილო, მითითებულია რეგისტრაციის დრო, ანუ ეს არის ის დრო, როცა აბიტურიენტები უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. თქვენ იცით ალბათ, რომ დაგვიანებული აბიტურიენტი სამწუხაროდ შემდეგ უკვე გამოცდაზე არ გაიშვება, ასე რომ ყველას მოუწოდებ კარგად და ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია და დროულად გამოცხადდნენ მითითებულ საგამოცდო ცენტრში. გამოცდები წელს ყველაზე ადრე 27 ივნისი იწყება, მსგავს შემთხვევაში მეგონი ჯერჯერობით არ ყოფილა და პირველი გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. როგორც მე ვიცი, წელს ყველაზე დიდი ნაკადი არის დარეგისტრირებული აბიტურიენტების, ხო ასე? კი ბატონო, 42,000 და რამდენად მზად არის ცენტრი ასეთი დიდი ნაკადის შესახვედრად? ფაქტიურად მზად ვართ, მინდა გითხრათ, ეხა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თვითონ საგამოცდო ცენტრების მოწყობის. ჩვენ იძულებული გახდით ერთი დამატებითი საგამოცდო ცენტრი დაგვემატებინა თბილისში და ბუნებრივია ძველ საგამოცდო ცენტრებში ახალი სექტორები გავხსენით. სწორედ აი ამ ახალი სექტორების მოწყობაზე მიდის ეხა აქტიური მუშაობა. აღჭურვა, ასე ვთქვათ, ვიდეო თვალებით იქნება თუ თვითონ ინვენტარით რაც უჭირდება სექტორში და უკვე 25 ივნისისთვის ეს ყველაფერი გამზადებული უნდა იყოს, იმდენად რამდენადაც 2 დღით ადრე უკვე დაცვაზე ხდება აყვანა აი ამ შენობების, საგამოცდო შენობების. კიდევ ერთი სიახლე აბიტურიენტებს წელსაშუალება აქვს რომ შეცვალონ საკუთარი პროფესია, თანმიმდევრობა და რაოდენობა. კი ბატონო, ეს მე მგონი ძალიან კარგი რამ შევთავაზეთ ჩვენს აბიტურიენტებს, ყოველ შემთხვევაში ჩემი პერსონალური აზრით და იმ გამოცდილებით, რაც შევიძინეთ ამ 9 წლის განმავლობაში, ძალიან უჭირდათ აბიტურიენტებს სწორი არჩევანის გაკეთება, იმ დროს როცა რეგისტრაცია გაცილებით უფრო ადრე გვაქვს როგორც წესი, ვიდრე თავად ეროვნული გამოცდები, იყო პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ უჭირდათ საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება აბიტურიენტებს, ნაწილს ეგონა რომ კარგ შედეგებს აჩვენებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ჩაირიცხებოდა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კონკურსი იყო მაღალი, მეორე ნაწილს ეშინოდა ასეთი ფაკულტეტების შემოხაზვა, იმიტომ რომ არ ქონდა საკუთარი თავისი მეტი, თუმცა შედეგები ნამდვილად ისეთი ჰქონდათ და თავისუფლად შეეძლოთ ჩარიცხვა დაუშვათ მათთვის სასრულო ფაკულტეტზე. ასე რომ ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ნამდვილად წაადგება აბიტურიენტებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები აქვთ რეალურად ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და შემდეგ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება. და იმ ცვლილებების შეტანა რა პერიოდის განმავლობაში შეეძლებათ აბიტურიენტებს? ჩვენ 20 აპრილს დავასრულეთ, 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით იყო აბიტურიენტებისთვის გახსნილი სარეგისტრაციო ფანჯარა, თუმცა ამ პერიოდში მათ მხოლოდ საგამოცდო საგანი უნდა ერჩიათ საგამოცდო ქალაქი და გამოცდის ენა. დაწყებული 1 აპრილიდან აპელაციების პროცესამდე მათ ექნებათ შესაძლებლობა ცვალონ თავიანთი არჩევანი რამდენჯერაც სურთ. ანუ მათ ექნებათ საკმაოდ რომ მას შემდეგაც კი, როდესაც ეცოდინებათ საკუთარი შედეგები. და მეორადი ჩარიცხვის აუცილებლობა ალბათ მოიხსნება. ბუნებრივია მოიხსნება, იმიტომ რომ ჩვენ აბიტურიენტებს თავაზობთ, რამდენი ფაკულტეტიც უნდათ იმდენი მონიშნონ. ერთადერთი შეზღუდვა გახლავთ ის, რომ იმ ფაკულტეტს, რომელსაც მონიშნავს, მოთხოვნაში უნდა კონდეს ის გამოცდა, რომელიც არჩეული აქვს აბიტურიენტს. ანუ თუ მე მათემატიკა ავირჩიე დამატებით გამოცდად, იმ ფაკულტეტზე ვერ ჩავირიცხებ, ბუნებრივია, რომელსაც გამოცხადებული აქვს სავალდებულო გამოცდად ისტორია სიტყვაზე. ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევისას რიგითობას რამდენი დიდი მნიშვნელობა? რიგითობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის სწორედ სურვილი და ნება აბიტურიენტის, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინოთ ჩარიცხვის დროს, ასე რომ პირველ ნომრად რასაც უთითებს აბიტურიენტი, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სწორედ ის უმაღლესი სასწავლებელი და ის ფაკულტეტი, სადაც ყველაზე მეტად სურს მას სწავლის გაგრძელება. ასე რომ რეიტინგულ ჩამონათვალს უმაღლესი სასწავლებლებისა ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პირველ არჩევანზე ჩაირიცხება აბიტურიენტი,
კოეფიციენტი, ბუნებრივია მისი შედეგები აღარ განიხილება შემდეგ ჩამონათვალზე. და იყო სხვათა შორის ჯორი, არ ვიცი მე საიდან მოვიდა წინა წლებში, თუ გინდა შენ სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხო, აუცილებლად მესამე ნომრად უნდა აღნიშნოს ფაკულტეტი თუ მეორე ნომრად, არ ვიცი საიდან მოვიდა. კიდევ ერთხელ მინდა აბიტურიენტებს ამაზე გავამახვილებინო ყურადღება. რეიტინგული ჩამონათვალი არის მნიშვნელოვანი, ოღონდ პირველ ნომრად ნამდვილად ის უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი უნდა მიუთითოთ, სადაც ყველაზე მეტად გსურთ სწავლის გაგრძელება. და დაფინანსებასთან დაკავშირებით რა ცვლილებები იქნება წელს? დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ჩემის აზრით მნიშვნელოვანი ცვლილებებია. თქვენ იცით, მთავრობის ინიციატივა გამოცხადდა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამები, ეს 17 მიმართულებას ეხება და 6 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს. თუ სტუდენტი, უბრალოდ აბიტურიენტი ჩაირიცხება, მაშინ მის სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. რაც შეეხება დანარჩენ ყველა მიმართულებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით, იმიტომ რომ გარკვეული უსამართლობა იყო წინა წლებში იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებები იყო გამოყოფილი, სადაც მაგალითად მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება მოქმედებდა. მაგალითად სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. დანარჩენ სხვა მიმართულებაზე დაფინანსების ერთიანი პრინციპი იქნება და ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს როგორც სრული დაფინანსება, ისე ნაწილობრივი 70%-იანი ან 50%-იანი. არ იქნება უბრალოდ 30%-იანი დაფინანსება, ეს ხალხმთლიანად ემატება 50%-იანი დაფინანსებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, წელს მე-6 და მე-9 კლასელებისთვის იგეგმება ტესტირება, როდის ჩატარდება ეს ტესტირება და აი ამ ტესტირების მიზანი რა არის? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, სკოლების მხარდაჭერის პროექტი. მე ამას გამოცდებსაც არ დავარქმევდი. იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა სკოლებიდან და არა მართალი გითხრათ, არა მარტო თბილისის სკოლებიდან, განსაკუთრებით რაიონის სკოლებიდან. ისინი გთხოვდნენ, ჩვენ დავხმარებოდით რამენაირად მოგვემზადებინა მათთვის გამოცდები მე-6 კლასში და მე-9 კლასში. ჩვენ არ გვინდოდა ამას გამოცდები დარქმეოდა, აქედან გამომდინარე გვინდოდა ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ხელს შეუწყობდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას სკოლებში და დაუშვათ ისეთი ინფორმაციის თუ მასალის მიწოდება გადავწყვიტეთ სკოლებისთვის, რაც მათთვის ნამდვილად ძალიან საჭირო და ინფორმატული იქნება. პირველ რიგში ეს არის ნებაყოფლობითი, მოდით ესე ვთქვათ, თვითონ სკოლა გამოხატავს სურვილს უნდა თუ არა აი ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, ასეთია 500-ზე მეტი სკოლა, რომელმაც გამოსთქვა სურვილი წელს. ჩვენ ასე ვთქვათ, არც ბარიერს ვაწესებთ ამ შემთხვევაში და არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მოსწავლე ბარიერს ვერ გადალახავს და ჩაიჭრება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ ვაწვდით მხოლოდ და მხოლოდ შედეგს. ტესტირების შემდეგ და სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, დადებითად შეაფასოს შემდეგ ეს მოსწავლე თუ არა. სამაგიეროდ სკოლა იღებს თითოეულ კონკრეტულ მოსწავლეზე ძალიან დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ კონკრეტულ საგანში რომელი სფერო უფრო უჭირს, სად ჭირდება უფრო მეტი დახმარება. რატომ შეირჩა სწორედ მე-6 და მე-9 კლასი? ეს პირველ რიგში იყო სკოლების მოთხოვნა და სკოლების მოთხოვნაზე დაყრდნობით მოვამზადეთ ჩვენ ეს პროექტი და მე-6 კლასი არის დაწყებითი განათლების ასე ვთქვათ დასასრული, ისევე როგორც მე-9 კლასი არის საბაზო განათლების, საბაზო საფეხური, უბრალოდ ბოლო საფეხური, საბაზო განათლების. ასე რომ სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ოღონდ ეს იქნება რა თქმა უნდა კონფიდენციალური და სკოლა თავის შედეგებს ხედავს და ვერ ხედავს სხვა სკოლის შედეგს, ასე რომ ეს შესაძლებლობა შეზღუდული ექნებათ სხვა სკოლებს. ექნება შესაძლებლობა შეადაროს საკუთარი სკოლის მოსწავლეების მიღწევები სხვა სკოლის მოსწავლეების მიღწევებს, სად არის რეიტინგულ სიაში, რა არის ეგრეთ წოდებული პროცენტი, იმის რამდენმა სკოლამ უკეთეს შედეგი აჩვენა რამდენმა პროცენტმა ამ სკოლაზე, სად აქვს თვითონ პრობლემა სწავლების პროცესში კონკრეტულ საგანში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან საინტერესო პროექტი შევთავაზეთ ჩვენს სკოლებს. პირველი ეს არის ნებაყოფლობითი. ეს მხოლოდ საჯარო სკოლებს შეეხება? არა, კერძო სკოლებსაც შეუძლია. კი ბატონო, ვისაც უნდა ამ სისტემაში ჩართვა. და ისე ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი ჩვეულებრივ გამოცდაზე, აქ არის საუბარი ტესტირებაზე, რის რა შედეგების საფუძველზეც თვითონ სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, ჩაუთვალოს დადებით შეფასება თუ არა.
და ქალბატონ მაია, ბოლო კითხვა, საკუთარი თავი რომ წარმოიდგინოთ, თქვენ ხართ აბიტურიენტი და რაზე გაამახვილებთ ყველაზე მეტად ყურადღებას? ანუ რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ აბიტურიენტებს? მე ერთადერთი რჩევა მინდა მივცე და დავარწმუნო ყველა აბიტურიენტი ამაში. ერთადერთი რჩევა მინდა მივცე ახლა მაქსიმალურად გამოიყენონ დრო გამოცდებამდე, სულ 2 კვირაღა დაგვრჩა, ზუსტად 2 კვირა მართალი გითხრათ, შემდეგ არადა იმის შემდეგ ხუთშაბათს უკვე პირველი გამოცდა გვაქვს. ეს დროც მაქსიმალურად გამოიყენონ, ნერვიულობა გადადონ გვერდზე, იმიტომ რომ მე მინდა ყველა მათგანი დავარწმუნო, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც აბიტურიენტი იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე და ამას ვაჩვენებთ პირველივე გამოცდაზე. ასე რომ სანერვიულო არაფერი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ მოემზადეთ უბრალოდ გამოცდისთვის სათანადოდ და რაც ყველაზე მთავარია, უმორჩილესი თხოვნა, უბრალოდ არ დაიგვიანოთ გამოცდაზე, მომძანდით იმ დროს, რაც მითითებულია საგამოცდო ბარათში და არაგერიოთ საგამოცდო ცენტრი. იქ მისამართიც არის მითითებული საგამოცდო ბარათზე, სად უნდა მოხვიდეთ. და უკიდურეს შემთხვევაში ასეთი დაგვიანებული სტუდენტები არ დაიშვებიან გამოცდაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ. კი ბატონო. მოგესალმებით. ესეთ შეკითხვა მაქვს. სახელმწიფო აფინანსებს ზოგიერთ ფაკულტეტს. კი ბატონო. ძალიან ბევრს ხოჩოს. და შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაკულტეტებზე და ამ პროფილის სასწავლებლებზე გაცილებით მეტი იქნება აქცენტი გაკეთებული ვიდრე მანამდე იყო? კარგი კითხვაა ძალიან. სამწუხაროდ დღეს ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ მაგალითად იმ ფაკულტეტებზე, სადაც ყველაზე მაღალია კონკურსი, ანუ აპლიკანტების რაოდენობა, რომელთაც ამ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება სურთ ყველაზე მეტია, იმიტომ რომ უბრალო მიზეზის გამო საბოლოო არჩევანი აბიტურიენტებს არ გაუკეთებიათ. თუმცა მე შემიძლია მოგახსენოთ ერთი რამ. რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე და შედეგებზე დაყრდნობით თუ სტატუსებს გადავხედავთ, იქ აპლიკანტი უთითებდა მე-12 კლასელია, სკოლა დამთავრებულია თუ ასე შემდეგ. თუ გადავხედავთ, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული რაოდენობა სტუდენტებისა იღებს მონაწილეობას, ანუ თავიდან აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სავარაუდოდ სწორედ აი მიმართულებას აირჩევს, სადაც აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს ფაქტი ისწავლოს. გარანტირებულია, რომ რაც არ უნდა ცოტა ქულა დააგროვოს და უნდა ჩაირიცხოს. უნდა ჩაირიცხოს. თუ ჩაირიცხა, ფულს არ გადაიხდოს. ადრე იყო ისე, რომ რაღაც ქულების მერე უხდიდა სახელმწიფო, როგორც წარჩინებულს და შემდეგ ეხლა არის, რომ ნებისმიერი ჩარიცხული ფაკულტეტებზე უფასოდ ისწავლოს. კი ბატონო, ადრე ყველა აბიტურიენტი ღებულობდა ერთ საერთო კონკურსში, საგრანტო კონკურსში მონაწილეობას და რანჟირების მიხედვით ხდებოდა მათი დაფინანსება. ეხლა საუბარია იმაზე, რომ ყველა დაფინანსდება იმ მიმართულებაზე. კიდევ რა პრინციპული განსხვავებები არის? რა მინდა გითხრათ, ქალბატონო, ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება თუნდაც თქვენი სამსახურიდან გაშვება იყო ამის მაგალითი, ერეოდა ნებისმიერ სფეროში განათლების სფეროს გულისხმობ ნებისმიერ სეგმენტში. ეს ზეწოლა დღეს აღარ არის და ალბათ უფრო დემოკრატიული მიდგომაა. აქედან გამომდინარე, რა იქნება ცვლილება? ან ცვლილება თუ არ იქნება, რა გიოლდებათ უფრო? ძალიან ბევრი რამე გვიოლდება, ბუნებრივია, მართალი გითხრა, ხა ახსენეთ სწორედ ის პერიოდი, 1 წლის წინანდელი პერიოდი და ალბათ მეც და ჩემს თანამშრომლებსაც სიზმარივით გვახსოვს ის რაღაცა პერიოდი ნამდვილად კოშმარი იყო. გვიოლდება ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ის სფერო, სადაც ჩვენი ცენტრი გულისხმობდა, ჩვენი დაწესებულება, სადაც ჩვენ მუშაობთ, აქ სრული, ასე ვთქვათ, ხელშეუხებლობის გარანტია მქონდეს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და გითხრათ და ამ შემთხვევაში ჩემთვის და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი თანამშრომლებისთვის სამინისტრო უბრალოდ არის ის დაწესებულება, რომელიც თუ რამე დაგვჭირდება გარეთ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გვეხმარება. ნერვული სტრესის დროულად მოხსნა უსურვოთ აბიტურიენტებს წარმატება და ბედნიერი სტუდენტობა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ქალბატონი მაია მიმინოშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. ბრუნდებით სტუდიაში და სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ. ამის გარდა ჩვენი მაგიდა არის რაღაც ახლებურად გამოიყურება, ეს არის ჩვენი სტუმრების კოლექციები. მინდა პირველ რიგში წავადგინო თამარ ხუბულავა, ფსიქოლოგი, რომელიც კოლექციებზე და კოლექციონერობაზე ისაუბრებს. ბონდო კალანდაძე, კოლექციონერი, მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი და ასევე ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი და კონსულტანტი. ბატონი შოთა ბითაძე, რომელიც არის
ჩაის კოლექციონერი და ასევე ერთადერთი ექსპორტიორი ჩინური ჩაის, ხო? და ერთ-ერთი ქართული ჩაის საზოგადოება. აჰა, ესე იგი ქართული ჩაიც გაგვაქვს საზოგადოება. ბატონებო, თქვენთვის თქვენი კოლექციები პირველ რიგში საქმიანობას უკავშირდება თუ როგორ არის? ჩემთვის პირველ რიგში არ უკავშირდება საქმიანობას, ჯერ იყო ინტერესი ჩინური მედიცინიდან, მივედი ჩაიმდე. ჩაიდან შემდეგ გახდა პროფესიონალური ინტერესი გამიჩნდა შემდეგ. და ეს ერთდროულად ბიზნესიც გახდა. დიახ. მანამდე რამის კოლექციას აგროვებდით კონდეთ ყოველთვის. ანუ ეს რაღაცა შეგროვების ინტერესი დევს ადამიანში ან არ დევს თუ როგორ ხდება? აი რა რის კოლექციები გქონდათ მაგალითად მანამდე? მარკების ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში მარკების კოლექციებს აკეთებდნენ უმეტესად ყველანი, ამიტომ მეც მარკები მაინტერესებდა. მე რო დაკონკრეტდა ეს მარკების კოლექცია ისტორიასთან დაკავშირებით, აი მაინტერესებდა ოკუპაციის მარკები. არის ზედი, როდესაც რომელიმე ქვეყანამ დაიპყრო რომელიღაც ქვეყანა, თქვა. რაღაცა მცირე დროის განმავლობაში იყო ოკუპაცია იმ ტერიტორიის. აი ერთ-ერთი იგივე ქალაქზე არის ჩამქრალი მარკები ქვია ბეჭედი დარტყმული, თქვა, ინგლისის ბეჭედი, თქვა, გერმანიის, ასე თქვა, მეორე სამამულო ომის დროს. ანუ ძალიან მცირე დროის განმავლობაში იყო ეს ქვეყანა, ეს ადგილი დაპყრობილი და იმ დროს მოხდა რაღაც შეიძლება ერთი დღეც ყოფილიყო, რომ მარკეს ჩაქრობა მოხდა, თქვა, გერმანიის ფოსტის მიერ. თქვენ ამის გარდა როგორც ვიცი, ახლა აგროვებთ ჩაიდნებსაც, ხომ? და ჩაისთან დაკავშირებით ყველაფერს ვაგროვებ, გარდა მაგისა, ცივი არ არის მაინტერესებს ჩინური. აი ბატონო, თქვენთ მინდა გკითხოთ, როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი კოლექციების მიმართ? თუ ეს მხოლოდ კონკრეტულად ალკოჰოლური სასმელის მიმართ ინტერესი იყო და ვიცი რომ გაქვთ ასევე ყველაფერი, რაც სასმელს ეხება. მოგესალმებით, გილოცავ დღევანდელ ამაღლების წმინდა დღეს. კეთილიყო ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში. რაც შეეხება ჩემს კოლექციონერობას, ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ სამსახურისადმი, სადაც მე მუშაობ. 50 წელია მე ვემსახურები სასმელების, კერძოდ მაგარი ალკოჰოლური სასმელების წარმოებას. და 70-ზე მეტი სასმელი გაქვთ შექმნილი თუ არა? 70-ზე მეტი სასმელი, არაყი, ლიქიორი, სხვადასხვა მაგარი სასმელი, დღესაც მუშაობ. ვარ რამოდენიმე წიგნის ავტორი, ვკითხულობ ლექციებს, ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი კოლექცია სპონტანურად მოხდა ჩემი საზოგადოებრივი მოძრაობის დროს, როდესაც მე ქარხნებში დავდიოდი 55 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველა მსოფლიო გამოფენაზე, ყველა დეგუსტაციაზე ნამყოფი ვარ და იქიდან მე არც ეს აქციზური მარკა არ, მე ნაკიდი არა მაქვს. მე არ ყოფილვარ დაინტერესებული რომ შემეგროვებინა ვისკი ან ჯინი. ეს ყველაფერი მოდიოდა თავისებურად და გახდა ეს კოლექცია. შეგიგროვდა, მაგრამ აქ არ არის მითითებული რომ მე თქვა მარტო შამპანური მაქვს, მარტო კონიაკი მაქვს. არის კოლექციონერები, თვითონ სიტყვა კოლექცია არის ერთდროული საგნების შემგროვებელი, ხოლო მისი მეპატრონე ვინც არის, ის არის უკვე კოლექციონის აგროვებს, ხო? აი ჩემთვის ახლა ეს არის ალკოჰოლური სასმელები კოლექცია, ხო? ალკოჰოლური სასმელების კოლექციის გარდა გააქვთ რაიმე სხვა კოლექცია? მე ამასთან დაკავშირებით მაქვს აგრეთვე ეტიკეტების კოლექცია, მაქვს ჭიქების კოლექცია და ვიცი მისი დანიშნულება. ჩემი უპირატესობა სხვა კოლექციებთან შეიძლება ისე რომ მე და ბოტლის ისტორია ვიცი. ხონა რომელ ადგილზეა, რა ისმება, რომელ ქვეყანაში, რა უნდა მიაყოლო, რომელი ჩიქი და ეს არის ჩემი სიამოვნება. მე რომ ვასწავლი ხალხს, რომ რომელი ჩიქაში რა და ყველა ჩიქას დანიშნულება აქვს. ყველა ეს არის ჩემოსვე ოჯახში დამკვიდრებული. ზოგი მეკითხება, როგორ უძლებ რო არ ხსნი. მე კი არ ხსნი, მე ინჯა ვაჭაშნია მე ყველა ბოთლი ვიცი შევა სუპერმარკეტში კი არ იკითხოს ეს რა არის უთხრას მე და მე გადმომიდე რო შეხვალ დღეს ჩოვლებრი ინგლისის პაბში ვეთქვის კოჩი აღარ უნდა შეკითხვა ეს არის რთულია გამოფენაზე რაღაცა ნახოს სიახლე როდესაც მოდელის გამოფენა ზის მოდელიორი და
მოდელი დადის, ხო? და ჩვენი სიმდიდრე რომ ჩვენ იმდენი რაღაცები გვაქვს და იმდენი რაღაცები გქონია და კიდე ისეთ რაღაცები გვაქვს უპირატესობა სხვა ქვეყნებზე რომ აი ჩვენი წყალი მაგალითად იგივე თქვენ შემთხვევაშიც თამუნას მინდა ვკითხო როცა არ არის ასეთი დატვირთვა ეს ყველაფერი არ უკავშირდება საერთოდ გასამიჯნი ორი საქმიანობა. ერთი არის უბრალოდ შემგროვებლობა და მეორე არის რაოდენობით, რომელთაც გააჩნიათ რამე ღირებულება, მისთვის რამე ღირებულება ან ზოგადად რამე ღირებულება. ხოლო ადამიანის ამ შემგროვებლურ ქმედებაში. ადამიანმა პრობლემად იქცეს? სერიოზული პრობლემაა, როდესაც ადამიანი უბრალოდ აგროვებს, ეს სერიოზული სიმპტომიც არის, როდესაც ადამიანი აგროვებს განურჩევლად ნივთებს და განურჩევლად იმისა, რამდენად ღირებულება აქვს მას, ან ჩემს სფეროს რაც შეეხება, ძალიან მოკლედ ვიტყვი, ზუსტად ჩემთვის იყოს ღირებული რაღაც ნივთი და თქვენთვის არ იყოს, ხო, ამასაც ვიგასწრავს. დიახ, ეს უნდა გავმიჯნოთ და და შიფერს ძალიან ყვარებია მწერები და აგროვებს მათ თურმე ნებისმიერი ფორმით. დიახ, ეს არის კოლექციონერობა, ეს არ არის შემგროვებლობა. შემგროვებლობას გულისხმობ ისეთი ნივთების შეგროვებას, რომელიც არის გატეხილი, რაღაცა ძველი მუყაოს ყუთი და ასე შემდეგ, რომელიც არის ქაოტურად სისტემის გარეშე და აქვს დანიშნულება მხოლოდ ის, რომ ადამიანს სურვილი აქვს, რომ ეს ნივთი იქნებოდესმე გამოადგეს ამ პრინციპით შეაგროვოს. აი თქვენ როგორ გესმით, როცა აი ფუნქცია არ აქვს, აი ესეთი, როგორც თქვენ შემთხვევაში მაგალითად ნივთებს და ამას აგროვებს ინტერესი. ხო, რაღაც ინტერესი უნდა იყოს, იქნება გამომდინარე შეიძინოს იმ ნივთთან ფუნქცია, ხო? აი მე ვთქვათ თუ მინდა გავხდე კოლექციონერი, მაგრამ არ ვიცი რისი კოლექცია მინდა შევაგროვო, ჩემგან კოლექციონერი არ გავხდა. შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, უბრალოდ აი ფინანსებთან იყოს დაკავშირებული. კოლექციურად გადაწყვეტეთ, რომ გახდეთ კოლექციონერი, ხო? რაიმის შეგროვებას აქვს რაღაც ფინანსური ინტერესი. განსაკუთრებული ინტერესი, მე რაღაც კონკრეტული ერთ-ერთი ინტერესი შეიძლება იყოს ფინანსები. აი თქვა ჩაისთან დაკავშირებით, ახლა ჩვენთან ძალიან ისეთი თემაა, რომ აი ჩაის თუ შეიძლება ჩაის კოლექციის გაკეთება. თან ჩაი ჩვენ ვიცით, რომ ვადიანი პროდუქტია, ხო, რაც საქართველოში იყიდება. ყველაზე ძვირად ღირებული ჩაი რომელი გაქვთ? ყველაზე ძვირად არის აი ეს არის ძიძვენ მეი, ესე ქვია, ძოწისფერი ან ლამაზი ჩაი, ესე ითარგმნება. ეს იუნანის პროვინციაში. რა ნიშნით მოაგროვეთ, თქვათ, აი ეს ჩაის სახეობები, რომლებიც ჩვენთან მოიტანეთ. რომელიმე განსაკუთრებული არის ჩაის სახეობები, რომელიც შენახვა შეიძლება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. აი 50 წელი მეტიც. ეს ახლა თქვათ იმის საშუალებას იძლევა, რომ უკვე შეგროვებაზე თქვათ იფიქროს ადამიანმა. ხო, ძირითადად ახლა შეგროვებისთვის გამიზნული არის აი იუნანის პროვინციის ჩაებია, ფუერები ქვია და თეთრი ჩაები. ეს ფუძიანის პროვინციის ძირითადში. ერთი შეხედვით ხარისხი როგორ უნდა განსაზღვროთ? რიგითმა მომხმარებლებს. ეს იცოდა აუცილებლად. შევეძრუნელი, ბუნებრივია. ხარისხთან დაკავშირებით ჩაი ძალიან ისეთი ფართობცნება არის. ესე ერთი შეხედვით ძალიან ძნელია, მაგრამ მარტივი შეიძლება ესე ითქვას, რომ ჩაიში მთავარი არის უნდა იყოს კვირტი შიგნით. ესე იგი ნედლეული თვითონ რისგანაც ჩაი მზადება, ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება აიჩოს არის კვირტი, შემდეგ პირველი ფოთოლი და ასე შემდეგ. დუხი ისედაა, ხო, დუხი თუ რა. როგორ? დუხი ქვია, ესე იგი კვირტი, პირველი ფოთოლი, მეორე ფოთოლი, ჩვენი გაგებით. აი სამ ფოთოლიან დუხებს კრიფავდნენ ჩვენთან საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ აი ჩინური ჩაები და ეხლა ქართული ჩაისაც ვაკეთებთ, ესეც კვირტზე იკრიფება მარტო. ეხლა არის ესეთი ჩაები, აი აქ კვირტი არის აი ძალიან
პატარა ზომის თუ გამოჩნდება ახლა. აი ეს არის კვირტი. ეს უნდა მოიწყვიტოს ხელით ცალკე. ეს რომ 1 კილო ჩაი რო გააკეთოთ 170.000 ცალამდე უნდა მოიკრიფოს ესეთი კვირტი. შესაბამისად ახლა ფასიც განსაკუთრებით მინდა ვკითხოთ, თქვენს რაღაცა ბევრი ისეთი სასმელი მოიტანეთ, რომელიც ჩემთვის მაგალითად უცხო არის, რა ნიშნით შეარჩიეთ ისინი და უბრალოდ რომელიმე არის განსაკუთრებული. ყველაზე უფრო ჩატე იყო და ყველაზე პატარა ისეთ შევარჩიე. აი ეს საინტერესო ბოთლია რა არის. ეს არის ესე იგი იტალიური გრაპა. გრაპა არის იგივე ჭაჭის არა. რა მაგარია. გრაპა. ესე იგი გრადუსი აქვს ბევრი. 45 გრადუსია, არაფერი საჭი გურული ჭაჭა უფრო მაგარია, როიცოდეთ და ეს ბოთლი არის ქარხანაში, სადაც მე ვიყავი, იქ მაჩუკა ამის გამკეთებელმა, როგორც მე კოლეგას. კაია. აი თითოეული არის რაღაცით მნიშვნელოვანი. აი ეს არის ახალი სიახლე, ნიუ აწერია, ხო? ამაში არის გერმანული ლიქიორი, გარედან არის პლასტმასი და შიგარი წყალი. როდესაც თქვენ გინდათ სტუმარი მივიღოთ, არასდროს ყინული არ უნდა ჩააგდოთ სასხლეში, უნდა გააციოთ, ხო? ესე იგი ამას შეძლებთ მაცივარში, როდესაც გაცივდება. ანუ წყალი აქვს გარშემო, აი განახებდა, როდესაც შევა მაცივარში და უკვე სტუმარი მოდის, თქვენ გამოიგებთ, დადგამთ, ხო? და ესე დაიწყება თოვა. და საინტერესო. ესე იგი ნელა დნება ისე და გადაეცემა. ესე იგი ზამთრის სასმელია. აი, როდესაც სიყვარულის დღეა, ვალენტინოს დღე, უნდა აჩუქოთ გული. და რა არის შიგნით? კვერცხის ლიქიორი. კვერცხის ლიქიორი მე როცა ჰოლანდიაში ჰოლანდიაში მუშაობდი, ჩამოვასკი ჩემი შვილიშვილის სამსახურში 3 წელი. აი სასმელი გაქვთ რამე ვისკი ან რამე. ბატონო? აი კაცური რამე ვისკი ან. აი კაცური. კონიაკი ან რამე. აი კაცური. კაცური რომელსაც საწევარ აქვს. ბეიბი ვისკი 43 გრადუსიანი. ვაა. საიდან? რატომ ბეიბი? შოტლანდიურია? ბატონო? საიდან არის? შოტლანდიურია. ეს არის ახალი, როდესაც მოდაშია მამაკაცი ესტრება მშობიარობას ბავშვის, როდესაც ცოლის ხელი უჭერას, ვარენერულოს თან ისულა მოსვა. ბაბარა, კაი. ან შამპანურის მაგივრად ეს სასმელი შეგვიძლია კრეატიული გადაწყვეტილება. აქ ისეთი ბოთლი, რომელიც საქართველოში არავის არ აქვს. აი თქვენ თუ გაგაინტერესებთ, ეს არის 1 მეტრა. ნახოთ საინტერესო. რა არის? 1 მეტრა არ არის. სიგრძე 1 მეტრაში. რა ფირმაა? ჰოლანდიური როიალიტი. ასე რომ ამის იდეა არის, მალე ჩამოვასხამთ, გვექნება 1 მეტრს, 9 მეტრად. არის ქართული წარმოების რამე თქვენს კოლექციაში თუ არის? ნუ დავასახელებთ რადგან რეკლამა არ გამოვიდეს, თუმცა რიგში ქართული მაქვს და მე მაქვს უცხოური. მე ჯერ დავისყი საქართველოს. მე 17 სახის ლიქიორს და 22 სახის არახს ვასხამდი, როცა იყო კაი ცხოვრება და ეხლა ლიქიორი გადავარდა მოდიდან. ეხლა არის ეს რა ქვია, Red Bull-ი, ეხლა არის არაყი და ის რა ქვია ენერგიზერი, რაც ადამიანს ფიტავს, რაც მე იმას გონია რომ კარგია, როცა იყო კაი ცხოვრება, ოჯახში მოდიოდნენ სტუმრები. ვინოს ვავდნენ? აი, ნამჩვარი, ლიქიორი. ხო, ყავის ლიქიორი იყო. შოკოლადი, არავით არის სიგარეტი, არავით არის კაკაო იყო, მოგართმევდით, მოგემსახურებოდით და იყო კარგი გართობა. ჩაისაც მოგართმევდით. პატარძა წინ ედგა ლიქიორი. ქორწილში პატარძა წინ ედგა ლიქიორი. ეს იყო რიტუალი. აი რა ტიპის ადამიანები არიან მიდრეკილები იმისკენ რომ შეაგროვონ ნივთები? არ გულისხმობ, როცა ისევ და ისევ მეორებს, როცა ეს საქმიანობას უკავშირდება სხვა შემთხვევაში. პირველ რიგში ინტერესი და საერთოდაც ბავშვობიდან მოგვდევს ეს ჩვევა რაღაცა ინტერესის მიხედვით შევაგროვოთ ნივთები. ბავშვობაში შესაძლებელია ზუსტად დავიწყოთ შეიძლება მიბაძვიდან დაიწყოს და შემდეგ გადაიზარდოს. ერთ-ერთი ფაქტორი არის ზუსტადაც მიბაძვის ფაქტორი, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს ხედავს, რომ აქვს მსგავსი ჰობი, ისიც შეიძლება მიმბაძველობით ხასიათებს და გვიყვარს, როდესაც წარსულის შენახვა, ეგრეთ წოდებული წარსულის შენახვა, ბილეთები რომლითაც გვიმგზავრია ავიაბილოს მოგზაურობისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნივთები. იგივე ბილეთები, იგივე თქვა, სადაც კი შესულა, თქვა, აგროვებენ ადამიანები. არის აბარებენ საზღვრებს გარეთ
მეგობრებს რომ ჩავამიტანე იქიდან რა მიდრეკილი ადამიანი. თუ არა გაქვს ნებისყოფა, თუ არა გაქვს ნერვები და სიყვარული იმ კოლექციის ნიმუშებისაგან, რომელიც შენ აქვს, არასდროს არ და არის ასეთი ნიმუშები, რომლებსაც 10 წელს მე 30 ევრო იღება. მე 100 ევრო იქნება. დღეს არის სპეციალური საიტები, სპეციალური ტელემაღაზიები. თუმცა ძალიან ძნელია გამოწერა მე შემინება ხელი გავუწოდ, მაგრამ დღეს იგივე სახე საوغართ არის სპეციალური ასოციაციები ამ კოლექციონერების გაერთიანებული იკრიბებიან, ღვინო ისეთი მალფუჭადია, რომ ის უნდა იყოს დაწოლილი, აუცილებლად საწოლს, მე საწობი განსის ფობას უნდა გამოუწოლო. ეს მაგარი მაგარი სასმელები თავიდან ვისკი შეგროვებული. ჯობია. ინტერესს გააჩნია და სპეციფიურ ცოდნას, რომელიც დამახასიათებელია კოლექციონერისთვის აუცილებლად. ბუნებრივია, დიდი მადლობა. შეიძლება. დიდი მადლობა.